წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირ სიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში, ოდაბადეშ კინოხონი, ყოველ ხუთშაბათს, 18 საათსა და 18 წუთზე, ათინათის ეთერში. გადაცემათა ციკლი ოდაბადეშ კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. გადაცემა ოდაბადეშ კინოხონის სპონსორია ლიბუფუდი. ლიბუფუდი, ადგილზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნახევარფაბრიკატები, როგორც მოხარშულ, ასევე გაყინულ მდგომარეობაში. შეიძინეთ კონსტანტინე გამსახურდიას 34-სა და რუსთაველის 253-ში. შესაკვეთად დარეკეთ 579 29 29 22. საღამოშვიდობის ხუთშაბათიანად ტრადიციულად ყოველ ხუთშაბათს 18:00-ზე გელოდებათ გადაცემა ოდაბადეშ კინოხონი. გადაცემა, რომელიც ესე ძალიან გვიყვარს ყველას. შემქმნელებს, ამყვანებს, ერთგულსმენელს და ველოდებით კვირიდან კვირამდე. ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე და ცხადია არც დღევანდელი ხუთშაბათია გამონაკლისი. გადაცემა, რომელიც გვაქვს ორ ენაზე, მეგრულად და ქართულად, გადაცემა, რომელსაც უძღვებით ორნი. ისტორიკოს-კვლევარი ვადე ლაშაჯიქია და მე სოფიო ხუციშვილი. ყველა ჩვენი გადაცემის ჩანაწერი ნახეთ ვებზე radio.net.gr, Facebook-ზე radio.net და live-ში, რა თქმა უნდა, FM-ზე 105.9 ყოველ ხუთშაბათს 18:18-ზე. აუცილებლად შეგიძლიათ ინტერნეტითაც მოისმინოთ radio.net.gr ვებგვერდის მეშვეობით და YouTube-ზე ყველა ჩვენი გადაცემა. მნიშვნელოვანია იცოდეს ყველამ, გვაქვს YouTube-ზეც ყველა გადაცემა შეგიძლიათ ნახოთ, მოისმინოთ, უბრალოდ ჩაწერეთ ოდაბადეშ კინოხონი და დაგხვდებათ იქვე. ასზე მეტი გადაცემა. Onjua ჯგირობუაშ, ჯგირონჯუას გიზალიანთ, ამჯერად სიამოვნებით მივესალმები ბატონ ლაშას, ბატონ ლაშა მუჭოზოჯუნთ, გომორძგუა. გომორძგუა თქვენ ჯგირობუა, ოსურ ბატონ სოფიო, onjua ჯგირობუაშ, ჯგინ რადიო მარჩქილე. მუჭოზოჯუნთ, მარდის მუგოშინან თქვენ მუჭოზოჯუნთ. ჯგირობორეთ. ძალიან კიდევ ერთ ძალიან საინტერესო გადაცემა და დავაანონსეთ სხვათა შორის, ეს ბათვისთვის პირველად გვისმენს. წინა გადაცემისას ვაანონსებთ ხოლმე, ანუ ყოველთვის იცით ჩვენ ერთგულმსმენელმა რას უნდა ელოდოს ჩვენგან ხუთშაბათობით. გისმენთ ბატონ ლაშა, ყურადღებით დღეს საუბრობთ დიდ ბიჩვანზე. დიახ, დიდ ბიჩვანი, დიდი მარხვა, რა ეს პერიოდია და მოკლედ ჩვენ ვისაუბრებთ ზოგადად მარხვის წესებზე, მაგრამ მასში რა იყო წინარე ქრისტიანულხანის რა ტრადიციები იყო შერეული, ანუ არქეტიპები რა იყო, ამაზე გვექნება აქცენტი გაკეთებული. ზოგადად ჩვენმა საზოგადოებამ იცის დიდ მარხვისას რა წესები არსებობს საეკლესიო წესების მიხედვით, მაგრამ სახალხო წესებიც ჰქონდა და მოკლედ ამ სიბიოზე გვექნება საუბარი. დიახ, ჩვენ მეგრულად და შემდეგ ქართულად. გირჩხილეთ ბატონო. ამდღანერ ჩქირენჩიებაში თემარე დიდ ბიჩვან. მარგალებ ართეართ უჯეშაშ ქირსიანეფრენა ნამუებ ახალი წანაშკოროს ხუაშ დაჭყაფუებს ქიმიღეს ქირსიანობ. ათეშენ ქირსიანულ წესებ ქაკათ ჯვეშ აჯამურ ბორჯიშ წესებს. თენა კარკატიათ იძირე ამდღანერ დღაშა მოჭირნაფილ ტრადიციებს. ამდღაჩქი ქიფჩიებუ თანაფაშ წოხლეიან დიდ ბიჩვანშე. მარგალებ ბიჩვანს იჩუას და ხონებას ხოლე უძახნა. სიტყვა ბიჩვან მანგოიან არზით იჯიშ ჩუალას შანულენს. მარგალებ ქირსიანულ ტრადიციების გეშა არდღალამ ბიჩვანშე გიშაგორნა 4 პერიოდილ დობიჩუას. ენა მუჭოთ თაშხვად ქირსიანული ეკლესიასანთეშ დიდ ბიჩვანს ნამუთრეშ კვით მარიან ხონებაშ პერიოდ ეტრე ავლობაშ ბიჩვან ართიშე ამშმარიან მარაშინაშ ბიჩვან ჟირმარიან და ქირსეშ ბიჩვან ამშმარიან. თავრეშე არზაშ მუზუკა პედაშრე თანაფაი წოხლეიან ბიჩვან. არქანჯელო ლამბერტიშ გინო ჩამათ შქაუ კუნებს მარგალებ კონწარო თხილანდეს დობიჩუაი წესებს. თის აუღდუა შანულობა მუდგა ლეხო კორდუკა ნიშენ ბიჩვას ვაგოტახუნდეს. კაბეთ ბიჩვანს ხვალე საპიჩო ოჭკომალეფით ვარან რინაი წესით ხოლე იპიჩანდეს. ათენ ბორჯის თის ოცადუდეს დუდ აწოჭოფილო ქოოფედესკონ. ცხენის სოთინ ვეშეს მადვალარებს ვამიტვანდეს დო თაშ. ბიჩვანის შთე ელემენტებ მუჭოთი ძირენ ქრისტიანობა წოხლეიან ბორჯიშე მოურს. მუშენ და მუჭოთ იტალიელ მისიონერ მუშ ნაჭარუებში ნანსონ მარგალებ ხოლო იხონანდეს თუთაშხა დღას. თუთაშხას ნამუსუ ჯოხოთ თუთაშხა დოპიჩუა. ხოლო მარგალებს ყმა ხვალუნა ჩიებაშ დოპიჩუა. კინთინე შურუბუმობა ნამუთ ღოროთ მირსაშ ოპატიცემებელ დღას ინწყუაფოთ. დიდ ბიჩვანშა ეჟდოხო 4 დღათ წოხლე. ვარდა თანაფაშუკული ახალ მარაშ თახაშხა ვარდა საშხას. უდეშ გიმოწმინდუაშ თეჟდო ძახინე გოხარ ჭალაფა დღას. დიდ ბიჩვანი ათეშ კვით მარიან ხონება სამარგალოს კონწარო თხილე ტრადიციები თხვადუნა. თეშე ათაში ჩიებ ლამბერტ მორწუნეები ვაჭკომუნა ხორცის. არძაშუმოსონ წარას პირველ და ბოლო მარას იხონენა. ათე ბიჩვანიშ და ჭყაფუ ცხენს გეხუნელ მარგალს ვაძერუნთ. მუშენ და კათა თის ოცადუდეს მუნეფიშ უდეშე სოთინ ვედესკონ. მარა თინახოლო ოშინერე ნამუდ და ათე მარას ყვალე შურიშხას ინწყუაფუ თერდობა.
თორდობა. წირდე თედორეშ ცხენეფიშ დო ცხენეფიშ ფინთებაშე მათხილე დო გაბრილებაშ ხემანწყვი ღორონთიშ საჯოხონაშა ხვამა. თი საწირ ხვამა ინწყვაფუთ ათე შურიშხას. თეს იხვამანდეს თი ფანიებს სოდეც ცხენებ უნდეს. დიდბიჩვანიშ დაჭყაფუ პირველ დღას მარგალებ ხოლო იხვამანდე ჟინანთარიშე. ნამუსუ ჯოხოთ საჟინო ხვამა. მარგალებ დიდბიჩვანიშ მასმა მარას უძახუდეს მუთა შაშხას. მანთხას ურუჟაშხას. მახუთას აიე ჟაშხას. მამშვას ბაია ჟაშხას. ათეშნე რეპიტეტებ მიშ ჟაშხაშ მუჭოთ ჟაშდღაშ ნიშულობას ჭიე გოძინაშე. ნამუთ თანაფაშ მულაწყუმა ოკორდოკო მერცხილ. მარა ვართ ჯოხონას დო ვართ ათე დღარხუს მონწყილა აფებს ვარჩ მუთუნ ქირსიანუ საკულტო რიტუალები. მარგალეფი შარზით მუთა ჟაშხაშე მოუნაფილ თანაფაში მინულაშა ბჟაცას ირ მარას თითო ორგია შიეკინანსუ დო მუჭოთ იძირენ თე მასინთე აიობაშ დღას ცას კაბეს სიმაღალას ქიმიოჭირნუანს. ათეშენ ჩქინ მერჩქინათ ვარე კილ თქუათ ნამუდა აიობა გუშულირიშ გეთანაფაშ დღარხუშე მოურდასუნ. ათე არზის თინახოლო ამანგარეს ნამუდა აიობას უჩქუდეს პირველ ბურთუა მართა ბურთუა. მერჩქინერდუ ნამუდა ბურთ ფშაი სიმბოლორდუ დო ათე დღა პეულეფიშ დღათხოლო ითვალუდ. ათეშერე მონწყილ აიობა დღარხუს მაგიურლა აფებ უშენდა ორჯგინან დემონურ ძალებსნ თიშენ. ათემ დღას მარგალე კაბეთხიოლით ხვადუნა. აიობაშ მინულა ირკოჩი სოხიოლ. თე დღას იკოროცხუ ხიოლიშ სიცკონდაშ ხვე ბერეკეშ მუმაღალარო. აიობას მარგალე მინდორიაშ პეულეფით მანწყონდეს. მუნეფიშ უდე ელმოლს. ურჩხუს დო უდუნწყუს ვადიტენდეს მუთუნს. გოწემიდანდეს ესოკარს. ტახილდო ზიორ მეკონებს გეგნარღვანდეს. თქუანდეს თე დღას ხიოლიტოგო დოხადენია. თემ დღას შინერთ ჩხომიშ ჭკომუა. გეიორზანდეს სანთელებს დო მუჭოთ უქით ღარხოსუნთეშ ხვადუდეს. მეძობელებ ართიანს აუცლებერო პეულებს გემნუღანდეს. კერს მოჯგრეფის სასაფლაშა ხოლო პეულეფით ქიმიშეს. ლელო ბურთუა ათემ დღაშა ვეშილებეთ ვაშინერთ. ტრადიციართ ბურთუაშ თებაშოკუ ლელო ბურთი მალწყარშაკო გეგნაათესკო. ინწყუაფუთ ხოლო მარულა ხანკიშ ოთამაშნირზი რკინუათო თაშ. უჯეშაშ მარგალურ ლერს აიარე ბაია ეწორთანაფარე ქირსერედო კალანდარე წაკურთხია დიდი დღარე. ოძირანს კაბეთ ქირსიანულ დღარხვეფიშ ქრონოლოგიას. აიობაშ უკულიან მარას მინიშ ბაიობა აჯამურ ბორჯიშ მინდორიაშ პეულეფით დედფალის დღარხუ. კინთინე ქირსიანულ ბზობა საკალობა. ათემ ბორჯის პეულანს ბაიადო თიშ ყვინთელ ფერიშ პეულეფით მოქუჩუჩანა უდეს. თავრეშე მოურს ათე დღარხუ ჯოხობუა ბაიობა. ათემ დღას ღაბებდო ბოშებ დოწილუნა ბაიებს დობეჭუნდეს გურგინს ჯარგვას შკაშ დაჩხირიშ მუკემუკებ ჟაშ ფორმატ გიგიოფინანდეს. თაკ ყებური წოხლე დიხარჩეს გიგიოცკარანდეს მარქვალებს. ჩხომს დოჭუნდეს დო გირთუნდეს. ათეშოკულ მარქვალს მარაკუანდეს ქუდურთანდეს დო თანაფაშო დოჩუანდეს. ათეცალ მარქვალს შვებს გიერიებუ ტუკულ ტახუას თაშ მიორჩკდეს. ბაიას მარგალებ მაჟანერო ჟაჩხორიას ხოლო უძახუდეს. ათემ დღაშო ურთუდეს წვანერებს. ნამუსუ ბაიას ხოლო უკათუანდეს. თეთ მიორჩკდეს ნამუდა ათეშნერ ხულის ჭკომუათ მთელ წანას ენერგიათ დონ ძალად ეფშა იუაბდეს. ბაიობაშოკულ მინიშ ხურუჟაშხა ნამუდ ბორჯის კინე კონწარო თხილერ პიჩუამიშ. ბარძაფანია თის ხამდენ კაბეთ ქრისტიანულ დღახუს თანაფას შურშვანჯელო ქეშეხვადუკონ. კი ბატონო, ეს ის ტრადიციებია, რომელიც ყველა ოჯახში დღემდე დაცული. კი ბატონო, შედარებით კი. თუ არა და ცნობიერებაში მაინც იციან რომ აი ასე ხდებოდა. კი, აიარე ბაია ესორთანაფარი ეს ლექსი ყველა მიცის და მე თითქმის არ მეგულება ოჯახი სამეგრელოში ვინც წინაპრებისგან არ იცის ეს ყველაფერი. პიჩვანი კი ქართულად ხა ბზობა და აიობა ეს გასაგებია თლიან საქართველოში, მაგრამ სამეგრელოში განსაკუთრებულად იყო ეს ყველაფერი დაცული, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი იპიჩვანსია და ხელსაც კი არ კიდევდნენ, უბრალოდ ოჯახში არ მოიხარშებოდა ამ პერიოდში ხორცი. ძალიან მკაცრად იცავდნენ და აი სხვათა შორის ახლა მელობა არ ფშოში არ არის ამ თემასთან, მაგრამ აი წაი როცა ან კლავის გახსნა 40-იან თუ და წლისთავე მოხდებოდა ათე პიჩვანის დღას, ეს ძალიან მწარით იყო დაცული. აი საბჭოთა სისტემა მოშალა სამწუხაროდ მე ეს ტრადიცია ახლა მე მახსოვს ბებია ჩემის თაობა ამას ძალიან მკაცრად იცავდა, მაგრამ აი ჩემი მშობლების თაობა უკვე აი იმ საბჭოთა გავლენის შედეგად უკვე უფრო სუბუქად უყურებენ ამ თემას, ხო და სუბუქიც როგორია ახლა. ხო, მაგრამ მაინც შეიძლება სტუმრებისთვის ყველანაირი კერძი მიერთვეს, მაგრამ მაგიდა სადაც საკურთხი, რომელიც მხოლოდ მიცვალებულისთვის იყო ცხადია. განკუთვნილი იქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა და არ დადებდნენ ისეთ კერძს, რომელიც არ იყო პიჩვანისთვის შესაფერისი. მოკლედ ძალიან ისეთი სათუთი და ისეთი თემა, ბევრი კომენტარის და რეპლიკის აკეთებაც არ შეიძლება, ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი. ხო, აი თქვათ ეხა გურიაში ეს ლელო ბურთაობა რო ეწყობა, აღდგომა დღეს აქ ჩვენთან უფრო ადრე ეწყობოდა, ანუ დიდმარხვის აიობის პერიოდში, ანუ ორი კვირით ადრე. კომიდან ორი კვირის წინ პირად დღეს ეწყობოდა ეს მოკლედ ეს ლელო ბურთაობა. და სხვა შორის მან სხვა ტრადიციაც არის ახალგაზრდა გარდაცვლილის საფლავზე. ხო, კი. და დინარესა
მდინარეს ხო? აქ უკვე პანთეიზმი აქაც ისევ ბუნება როგორც მზის სიმბოლო ბურთი და მე გააყოლებენ მდინარეს და რო შეუერთდება თავის წიაღს. კი ბატონო, ქართული ვერსია მეტყველაში. კი ბატონო, აუცილებლად მოკლედ დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა გახლავთ დიდ მარხვა, ანუ დიდ პიჩვანი, რომელსაც მეგრელები უწოდებენ. ხდება კაბეთ პიჩვანის ფორმითაც, მაგრამ უფრო დიდ პიჩვანი არის დამკვიდრებული. მეგრულად მარხვას პიჩვანი, პიჩუა და ხონება ეწოდება. თვით სიტყვა პიჩვანი იჯიშჩუალა პირდაპირ მნიშვნელობით ნიშნავს პირის შენახვას. მეგრელები როგორც უძველესი ქრისტიანი ხალხი, საეკლესიო ტრადიციისამებ ერთდღიან მარხვებისაგან განარჩევენ 4 დიდ პერიოდულ მარხვას. დიდ პიჩვანს, დიდ მარხვას, 7 კვირიანი მარხვის პერიოდი, პეტრე პავლეშ პიჩვანი, ანუ პეტრე პავლობის მარხვა 1-დან 6 კვირამდე, მარაშინაშ პიჩვანი, მარიამობის მარხვა 2 კვირა და ქირსეს პიჩვანი, ანუ შობის მარხვა 6 კვირა. მარხვასთან დაკავშირებით სამოოში გარდა ქრისტიანული წესით დადგენილი ნორმებისა, არაერთი არქაული ფორმის ტრადიციის გადმონაშთი არსებობდა. არქანჯელო ლამბერტის ცნობებით, შუა საუკუნეებში მეგრელები უმკაცრესად ინახავდნენ მარხვას. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რაც არ უნდა მძიმე ავადმყოფი ყოფილიყო, ის მარხვას არასოდეს დაარღვევდა. დიდ მარხვისას მხოლოდ საკვებისაგან თავშეკავით არ შემოიფარგლებოდნენ. ამ პერიოდში ცდილობდნენ ეცხოვრათ უფრო მოგზალებულად, არ დადიოდნენ ცხენით, არ იცვამდნენ ფეხსაცმელსაც კი და ასე შემდეგ. მარხვის დაცვის წესი, როგორც ჩანს, წარმართობის პერიოდიდან მოდის, ვინაიდან როგორც იტალიელი მისიონერი თავის ჩანაწერებში აღნიშნავს, მეგრელები ასევე მარხულობდნენ ორშაბათ დღესაც, ანუ თუთაშხას, თვარის დღეს, მას ერქვა თუთაშხა დოპიჩუა, ორშაბათის მარხვა. არსებობდა ასევე ჩიებაშ დოპიჩუა, შორბუმობა, საუბრის მარხვა, რაც დუმილის აღთქმას აღნიშნავდა, რომელიც აღინიშნებოდა ღვთაება მირსას სახელობის დღეს. დიდ მარხვამდე ეს 24 დღით ადრე ხდებოდა ან აღდგომებს. ახალი კვირის სამშაბათს ან ხუთშაბათს, სახლის გაწმენდის ეგრეთ წოდებული გოხარჭალაფა დღეს. დიდ პიჩვანი, დიდ მარხვის ეს 7 კვირიანი პერიოდი სამეგრელოში ტრადიციულად გამოირჩეოდა განსაკუთრებული მკაცრი წესების დაცვით, რაზეც ლამბერტიც საუბრობს. მორწმუნეები არ მიირთმევენ ხორცს, ხოლო პირველ და ბოლო კვირას მკაცრად მარხულობენ. მარხვის პირველ კვირას სამეგრელოში ცხენზე შემსა თითქმის ვერავინ ვერ ნახავდით, რადგან ხალხი მგზავრობას რიდებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ პირველ კვირას მხოლოდ შაბათ დღეს ეწყობოდა თერდობა, თორდობა. წმინდა თევდორე ცხენების ფარველად და მათი ფათერაკისაგან დაცვისა და გამრავლების ხელშეწყობ ღვთაებად ითვლებოდა და მის სახელზე ლოცვას ასრულებდნენ ოჯახში, სადაც ცხენი ყავდათ. ასევე დიდ მარხვის პირველ დღეს სრულდებოდა ჟინი ანთარის, საჟინო ხვამა, სეციური ანთარის ლოცვა. მეგრელები დიდ მარხვის მესამე კვირა დღეს მუთა ჟაშხას, არაფერი კვირა დღე ასე ეწოდება. მეოთხეს ყურუ ჟაშხას, ანუ სიტყვასიტყვით ყურო კვირა დღე. მეხუთეს აია ჟაშხას, ანუ აია კვირა დღე. მეექვსეს ბაია ჟაშხას, ანუ ბაიას კვირა დღე, ზობის კვირა დღეს უწოდებენ. ხოლო ნების კვირას ხურუ ჟაშხას ეძახიან. ასეთი ეპითეტები კვირა დღის, ანუ მზის დღის თანდათანობით გამნიშნულებას გულისხმობენ, რაც შესაძლოა აღდგომის მოახლოებას უკავშირდება, თუმცა არც სახელწოდებაში და არც საამდღისო ღონისძიებებში არ ჩანს ზოგადად ქრისტიანობასთან, კერძოდ კი აღდგომი ბრწყინვალე დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებული საკულტო ქმედებები. მეგრელის აზრით, მუთა ჟაშხადან მოკიდებული აღდგომამდე ზეცაზე ყოველ კვირა თითო ორგით მაღლა იწევს და როგორც ჩანს ეს მნათობი აიობის დღისთვის ცაზე მნიშვნელოვან სიმაღლეს აღწევს. როგორც ჩანს, აიობა გაზაფხულის ბუნიობისადმი მიძღვნილ დღესასწაულთა ციკლის ერთ-ერთი დღეობაა. ამას უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ სწორედ აიობაზე იცოდნენ ბურთის. ბურთი კი მზის სიმბოლო იყო, პირველი თამაში და ეს დღე ყვავილების დღედ ითვლებოდა. ამ დღეს სამოოში დიდი სიხარულით ხვდებიან. აიობის მობრძანება ყველას ახარებს. ეს დღე სიხარულის, სიწმინდის და სიუხის მომტანად ითვლება. აიობას მეგრელები მინდვრის ყვავილები რთავენ თავიანთ მიდამოს, ეზო კარს, საცხოვრებელს. აგრეთვე ეზო, ჭიშკარი, ბოსტანი ირთვებოდა იელეს ყვითელი ყვავილებით. გაურეცხავს და დაულაგებას არაფერს დატოვებდნენ. სუფთავე და სიფაგიზე აუცილებელია განსაკუთრებით ამ დღეს. ძველ გაბზარულ, გატეხილ დაზიანებულ ნივთებს სახში არ გააჩერებდნენ. თეთხას ხივლით უკვე დოხვადენია ამბობდნენ. ანუ ამ დღეს სიხარულით უნდა შეხვდეო. იხსნილებენ თევზით, ანთებენ სანთელს და როგორც სადღესასწაულო უქმე დღეს, ისე აღნიშნავენ. მეზობლები ერთმანეთს აუცილებლად ყვავილებით, განსაკუთრებით იებით მოიკითხავდნენ. ყვავილები მიქონდათ ნათესავთა საფლავებზეც. ლელობურს ამ დღემდე არ ითამაშებდნენ. ბოლოს ბურთი ყოველ მიზეზის გარეშე დინარეში უნდა გადაეგდოთ. იცოდნენ ასევე მარულა, მიზანში სროლა, ჭიდაობა და სხვა სახის შეჯიბრებები. უძველესი მეგრული ლექსიც ამის დასტურია. აიარე, ბაიარე, ბაიაიწორ თანაფარე, ქირსრედო კალანდარე, წაკურთხია დიდი დღარე. აიობა, ბაიობა, დანუბსობა, ზობის სწორი კი აღდგომა, ქრისტეშობა, კალანდობა, წყალკურთხევა კი დიდი დღეობაა. ამ ლექსში უდიდესი ქრისტიანული საუფლო დღეების ქრონოლოგიაა მოცემული. აიობის მომდევნო კვირა არის ბაიობა. წარმართულ ხანაში მინდვრის ყვავილთა დედოფლის დღეობა, ქრისტიანულში ბზობა. ამ დროისათვის ყვავის ბაია და მის ყვითელი ფერის ყვავილს მოაყრიან სახში. აქედან დაერქვა დღესასწაულს ბაიობა. ამ დღეს გოგო ბიჭები მინდვრად ბაიასა და გვირილებს კრებდნენ. გვირგვინებს იცნავდნენ. ჯარგვალის მიწური იატაკზე კერის გარშემო მზის ფორმით მოფენდნენ ყვავილებს. კერის პირს კვერცხებს დააწყობდნენ, თევზს შეწვავდნენ და გაინაწილებდნენ. რის შემდეგაც ოთახში კვერცხს დააბსრიალებდნენ და სააღდგომოდ ინახავდნენ. კვერცხების კარგი გამტეხი იქნებაო. ბაიას
მეზეგრელები მეორნაირად შაშხორიას, ანუ მზესხილს უწოდებდნენ, და ამ დღეს ამზადებდნენ მხალეოს, რომელშიც ბაიას ყვავილს ურევდნენ. წამთ, რომ ასეთი მხალის ჭამით მთელი წლის მანძილზე ენერგიით სავსენი იქნებიან. ბაიების შემდეგ ღურუშაშ ხანუმების კვირა იწყებოდა, რომლის დროს წესებს კაცრად იცავდნენ და თითოეული ოჯახი ემზადებოდა უდიდესი საუფლო დღესასწაულის თანაფას, ქრისტეს აღდგომილ ბრწყინვალე დღესასწაულის შესახვედრად. დიახ, ასეა დღემდე ძალიან აქიზად და სათუთად უდგებიან ამ ყველაფერს და ემზადებიან ამ ძვირფასი და ბრწყინვალე დღესასწაულისთვის, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში არის ძალიან ძვირფასი. თითოეული ადამიანისთვის მე დარწმუნებული ვარ და ძალიან ბევრს უთქვამს კიდევაც, რომ აი ხშირად გამიგონია ხოლმე, რომ ერთხელ მაინც დაიცავიო. ერთხელ მაინც აღდგომის მარხვა ერთხელ მაინც უნდა დაიცვას ადამიანმა. არ არის საუბარი ვიღაცას შეუძლია არ შეუძლიაზე არა, მაგრამ აი ქრისტიანმა მართლმადიდებელმა ერთხელ მაინც რომ დაიცვას აღდგომა. ჩვენ არ შევხებივართ მოკლედ ერთდღიან მარხვებს აქ შეგნებულად იმ დღეს ხო და სუსტად აი ოთხშაბათს და პარასკევს კაცად იყო დაცული და ეს სამეგრელოში ტრადიციად იყო მიღებული, რომ ამ დღეებში ფაქტიურად ზოგიერთი იყო მარტო წყალზე გადასული და ხმელპურზე. ანუ იმდენად კაცად იცავდნენ სწორედ ამ წესს და ეს ბუნებრივია. შემდგომში უკვე ფაქტიურად ლებად ხდება გამომდინარე იქიდან, სწორედ ისევ საბჭოთა პერიოდში მასიურად მოსახლეობის დაიწყო აგიტაცია, რომ ეს იყო რაღაც ცრუ წმენა, გადმონაშთი და ასე შემდეგ და ამან თავისი კვალი დაამჩნია. სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში ამან ძალიან დიდი მავნე როლი ითამაშა. და ზოგადად ადამიანი არის მიდრეკილი იმისკენ, რომ რაცაც უფრო მარტივს შეხვდება და გამარტივებულად შეესთავაზებ, მით უკეთესია მისთვის. და ძალიან ბევრი რამე შეიძლება ხა ითქვას ამ თემაზე, მაგრამ ქართულადაც და მეგრულადაც, მაგრამ უბრალოდ თემა ისეთია, მე ვფიქრობ, რომ არ არის ზედმეტი საუბარი საჭირო. ისეთი პერიოდიც არის, ისეთი საკითხია, რომ უფრო რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ ამ თემას და ამ საკითხს უნდა მეტი მოკრძალება და სიჩუმე. ნამდვილად. მოკლედ ასე იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. არანაკლებ საინტერესო გველოდება იმ ხუთშაბათს და დიდი ხუთშაბათი ემთხვევა ბატონო. დიდი ხუთშაბათი ემთხვევა კაბეცის. ძიმე მარხვა. კი, ძიმე მარხვა და მერე მოდის აღდგომა. დიახ. ხო, მოკლედ ამაზე ვისაუბრობ ნების კვირაზე და აღდგომაზე. ანუ როგორ ხდებოდა მომზადება, როგორ ჩვენ დღეს აღნიშნეთ, ანუ ფაქტობრივად დღევანდელი ჩვენი რადიო გადაცემის თემის გაგრძელება იქნება მომდევნო რადიო გადაცემა, როგორ ემზადებოდა საზოგადოება მორწმუნემრევლი, რომ შეხვედროდა უდიდეს საუფლო დღესასწაულს აღდგომას. თანაფას და თვითონ სახელიც ძალიან საინტერესოა და ძალიან ლამაზი მეგრულად თანაფა. კი ბატონო და ამ ყველაფერზე იმ ხუთშაბათს ვისაუბრებთ. კი ბატონო. მადლობა ყურადღებისთვის, მადლობა საინტერესო თემებისთვის. ბატონოშა, თქვენ შეგიძლიათ კომენტარის სახით დატოვოთ ყველგან ვებგვერდზე, Facebook-ზე, YouTube-ზე, რომელი გადაცემის მოსმენა გნებავთ, მაგრამ ერთი რაღაც გასათვალისწინებელია ის, რომ აუცილებლად ყველა დღესასწაულს უნდა შევეხოთ. სხვა დღეებში კი ბატონო. შეგიძლიათ ჩამოგთავაზოთ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თქვენი სურვილი ავასრულოთ და არაერთხელ გავუკეთებია ეს ყველაფერი ჩვენ პირდაპირ ეთერში და ჩვენმა ერთგულმა მსმენელმა იცის. ყველა ჩვენი გადაცემა ნახეთ ვებზე, რადიო ათინათის RTLG, Facebook-ზე რადიო ათინათი, YouTube-ზე, ჩაწერეთ უბრალოდ ოდაბადეს კინოხონი და ყველა გადაცემა დაგხვდებათ იქვე, რაც შეეხება live-ს, ყოველი ხუთშაბათი 18:18-ზე პირდაპირ ეთერში გადაცემის დროა და შესაბამისად შეგიძლიათ ინტერნეტითაც გვისმინოთ რადიო ათინათის RTLG ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. იმ ხუთშაბათამდე დაგემშვიდობებით, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონოშა. ჟიროზო ჯუნდათ თი ცაშხაშა. ჟიროპოს გიზელენთ. დიდი მადლობა თქვენ, კაბატონო სოფიო და მადლობა ყველას, ვინ ჩვენ გვისმენს, თვითონ იდეის ავტორებს და რადიო ათინათს. ყველაფერს საკუთრებას გისურვებთ, ბედნიერი სობა, გაგითენოთ უფალმა. დიდი მადლობა. გადაცემათა ციკლი ოდაბადეს კინოხონი. პროექტის ავტორია ზუგდიდელი იური ვეკუა. გადაცემა ოდაბადეს კინოხონის სპონსორია ლიბუფუდი. ლიბუფუდი ადგილზე დამზადებული უმაღლესი ხარისხის ნახევარფაბრიკატები, როგორც მოხარშულ, ასევე გაყინულ მდგომარეობაში. შეიძინეთ კონსტანტინე გამსახურდიას 34-სა და რუსთაველის 243-ში. შესაკვეთად დარეკეთ 579 29 29 22. წარსულის ნისლებში გახვეული კოლხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტების ძიება, კოლხური ეთნოგრაფიული ვარიაციები გადაცემათა ციკლში ოდაბადეს კინოხონი ყოველ ხუთშაბათს 18 საათსა და 18 წუთზე ათინათის ეთერში.